საომშვიდობის მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ საქართველოში არის არ ვიცი ამას რა დავარქვა რა. გლოვის და სიხარულის დღეები არის რა. აქეთ ერთი მხარე გლოვობს, ერთი სინანულშია ჩავარდნილი, მეორე უსინდისობაშია ჩავარდნილი და რა ვიცი მესამე მეოთხე რა შეაღმერთ მაინც. მოკლედ დღეს ვაპირებდი სხვა უფრო საინტერესო თემაზე საუბარს, რომელიც რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის და არა მარტო ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს ეს ყველაფერი და გააჩნია, მაგრამ სულ ცოტა ხნით ადრე იქნა ჩატარებული სუსის ბრიფინგი, სადაც ოფიციალურად იქნა გაჟღერებული, რომ თურმე მთელი ამ ხნის მანძილზე ირაკლი ღარიბაშვილი სუსში დადიოდა დაკითხვებზე. ეს ასე რომ ვთქვათ, ამბები როდესაც იყო და ატეხილი და თვითონ არ ჩანდა და სიმავრმა არ იცოდა სად იყო, თურმე სუსში ყოლია დაპროცებზე და თურმე მან აღიარა, რომ წლების მანძილზე ღებულობდა უკანონო შემოსავალს წლების მანძილზე და აქედან გამომდინარე ახლა ჩვენ ხო ისეთ სახელმწიფო ვართ, სადაც კორუფციას ებრძვიან და სადაც ამარცხებენ და აი დიდი ბრძოლა, დიდი ანტიკორუფციული ქვეყანა ვართ და ახლა თან დიდი სამართლის ქვეყანა ვართ. ახლა ცოტა ხანში უშიშროება დაждდება და იმ სჯელებს იმაზე, რომ რაქნან ახლა ღარიბაშვილი დაიჭირონ, გაუშვან, ასე რომ ვთქვათ, პირობითით ჯერ გირაოთი რამე. აი როგორ იქნება ახლა ღარიბა თუ გაბოზდება ბოლომდე და ალბათ ჩაუშვებს მის ხალხს, ვინც ყავდა ამ კორუმპირებულ ამბებში, არ ვიცი, ალბათ დაუფასდება და ნაკლები შეეფარდება ეს ყველაფერი. პარალელურად აგერ მთელი კორუფციული სქემები ვარდება, იქ ხელბურთის ფედერაციის ვიღაცა დაუჭერიათ, იქ თურმე ლილუაშვილის ნათესავი დაუჭერიათ, კაცო, ახლა აქ 1000-ზე და 2000-ზე არაა ლაპარაკი, უკვე 100,000-ზეა ლაპარაკი, თურმე კონვერტებში ამზადებდა და დებდა და მე ის კონვერტები ეთყობა სადღაც მიდიოდა და ყოჩაღ ბატონბიძინას და ყოჩაღ ქოცობას რო თურმე აი როგორც იქნა ბოლო ეტაპზე მიუსწრეს და გადაარჩინეს სამშობლო აი ბოროტი ღარიბაშვილის კორუფციული კლანისგან. საინტერესო არის, უნდა შეხვიდეთ თვითონ ქოცების გვერდებზე, გამправებლების გვერდებზე და აი ვინც ბიძინას უღალატა და აი ხო დაასტურდა და აი ხო დაამტკიცდა და ეს როგორც ჩვევია. ანუ რა გამოდის ხალხო? მთელი ამ ხნის ისევ ეს რაც წინა დღეებში იყო ნასაუბრები. მთელი ამ წლების მანძილზე ჩვენ ეს ოჩოპინტრე გვტენიდა კორუმპირებულ ნაძირალა მათხოვარ ადამიანს, რომელიც ძარცვავდა ქვეყანას, რომელიც ღებულობდა ამ გაჭირვებულ ქვეყანაში უკანონო შემოსავლებს, რომელსაც ჯიბეები ჰქონდა გავსებული, დასაქმებული ყავდა ისედაც ყველა მიცოდა, ხო? მისი ნათესაობა, ცოლის ნათესაობა, სულ ყველა ეს ხალხი აბსოლუტურად ყავდა ჩაშვებული სახელმწიფოს ძარცვის, ღლეტვის, კორუფციის საკითხებში და თვითონ კორუფცია ღალატს ნიშნავს, საერთოდ ისე რო იცოდეთ, ლამაზად შეფუთული სიტყვა არის, იმიტომ საერთო საქმეს რესპუბლიკა არის საერთო საქმე და საერთო საქმეს ღალატობს და პირად ინტერესს ატარებს, ასე არის იდეაში კორუფციის არსი. პირად ინტერესის დაყენება საერთო საქმეზე მეტი მაღლა და ეს კორუფცია არის ლამაზად შეფუთული სიტყვაა, თუ არა კორუფციას სინამდვილეში ღალატს ნიშნავს. გამოდის რომ ეს მოღალატე კაცი თურმე, რომელიც სხვას უთითებდა ღალატზე, მოღალატეობაზე და რამეზე, ამ წლების მანძილზე მილიონებს, 100,000-ებს იჯიბავდა ხან ერთ ჯიბეში, ხან მეორე ჯიბეში და ვაი რა კაი ბიჭი იყო, თან პარალელურად როგორი ფულიც ჰქონდა, კორუმპირებულიც იყო, ფულსაც ჩაულობდა, პატივისცემაც ჰქონდა და ცოტჩიც იყო რა ქვეყანაში, პირველი პირი იყო, ახლა პირველი პირი რო იყო, მის თავს ხო არ დაისჯიდა მაშინ რა, ხო და ამიტომ გუნდმა გადააყენა, მათ ისეთი გუნდი ყავთ, ისეთი
ისეთი დისკუსიები მიდის იქ კოცებში მონობა კი არ არსებობს კაცო ეგ ყველა თავისუფალი ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი არ შეკრებილი და კორუფცია არაპატიეს თავის გუნდს მოკლედ ეს ზღაპრები ბებია თქვენებს ესა მოუყევით რა ნუ ახლა კალაზე ცალკე არის კაცო ცალკე არის მაგრამ ჯერ კალას ეს არ არის დამდგარი და მოკლედ ბიძო გაძლება მოგცეს ღმერთმა დაგლოცოს ეს და აი ვინც ეს კაცი დააყენა მე მაინტერესებს კაცო ხო ვინც ეს თუ ასეთი კორუმპირებული იყო და თუ ასეთი ნაზირალა იყო დღეს რომ მთელი კოცობი გმობთ და ლანძღავთ და იმათ ანუ ახლა ჩვენ ბიძინა უნდა შევიცოდოთ თუ ჩვენ ვართ შესაძლებლები ხალხი გაჭირვებული გაღატაკებული ხალხი რომ კიდე გავიძარცვეთ გავიტყავეთ ათეულობით მილიონებზე მიდის ლაპარაკი და საქმეზე რომ იდგება ეს ათეულობით მილიონები აკლდება უბრალო ჩვეულებრივ გაჭირვებულ ადამიანებს ამ რთულ პერიოდში და სხვას არავის. ხო, ეს ცალკე საქმე არის. მე ამას უყურებ ჩემო კარგებო აბსოლუტურად სხვანაირად. აი აბსოლუტურად სხვანაირად უყურებ. საერთოდ როგორც გითხარით ივანიშვილი არის ადამიანი რომელი ადამიანის მასზე ზევით ღმერთსაც არ ხედავს, ისაა ყველაზე მაღლა საქართველოში წმინდანი. ამიტომ ახლა რა ხდება? ირაკლი ღარიბაშვილის ავტორიტეტის გათახსირება მოხდება თავიდან ბოლომდე, გაათახსირებენ ამ კაცს. ჩააბოზებიებენ თავისიანებს, ააღიარებიებენ ამ ყველაფერს და მე ეტყვიან, რომ გაუშვებენ და მე ეტყვიან, რომ წადი ახლა და შენ შექმენი პარტიაო თუ არ გინდაო რომ უფრო მეტი და მეტი რაღაცაო მოგივიდეს. და უკვე ეს ჯიგარი ღარიბა უკვე გათახსირებული, განადგურებული პოლიტიკურად და ყველანაირად ვერანაირ სერიოზულ პრობლემას ვეღარ შეუქმნის კოცობას და ბიძგვინას. აი ეს იქნება ამის არსი. მე ჩემს გვერდზე გავასაჯაროვე, დავდევი ვიდეო, რომელიც ჯერ კიდე ალბათ 2016 თუ 17 წელი არის, სადაც ივანიშვილი ლაპარაკობს იმას, რომ აი ღარიბაშვილი უკვე თვითონ ჩამოყალიბდა პოლიტიკოსად, მას შეუძლია ცალკე გამოვიდეს, გამოიყოს გუნდს და დამოუკიდებლად შემდგარმა პოლიტიკოსმა ცალკე პოლიტიკური აქტივობა შეძლოს და იყოს, რა თქმა უნდა, ეს ჯანსაღ კონკურენციაში ქართულ ოცნებასთან, ეს ყველაფერი ბიზნეს დაგეგმილი ქონდა, მაგრამ ბიზნეს არ ქონდა ის ამაც ისე არ ქონდა დაგეგმილი ზოგს რო გონია, რომ მართლა ჯანსაღ კონკურენციაში გაუშვებდა. მერე შემოკარგო კორუფცია არ არის, ეს რა ქვია, უკანონო შემოსავალი? არ არის? აბა რა არის? როდესაც საჯარო მოხელე, მე ვერ ხვდები უბრალოდ ხალბატონო, თქვენ ასეთი დაბალი სამოქალაქო განათლება გაგაჩნიათ, რომ კორუფციას არ უწოდებთ ჩინოვნიკის მიერ მიღებულ უკანონო შემოსავალს? თქვენ კორუფცია მარტო კრთამის აღება გგონიათ? როდესაც ვიღაცა მას კონვერტში ჩადებულ ფულს მისცემს და აიღებს? ეს გგონიათ? თქვენ გგონიათ ნეპოტიზმი კორუფცია არ არის, როდესაც თავის ბიძაშვილს, მამიდაშვილს, დეიდაშვილს დამლაგებლად და მძღოლად და რამეთ კი არ ნიშნავს, აი დიდ თანამდებობაზე ნიშნავს, იმიტომ რომ ის მისი ბიძაშვილია და მისი ნათესავია. თქვენ გგონიათ ეს ნეპოტიზმი არის და ეს კორუფცია არ არის? ძალიან ცუდია, რომ როდესაც აი ესეთი შეხედულებები გაგაჩნიათ, ძალიან შეურაცხყოფ არ მინდა მოგაყენოთ და უბრალოდ თქვენი გამოხატული აზრი, როდესაც საუბრობთ რომ კორუფციაზე არ არის საუბარი და უკანონო შემოსავალზე არის საუბარი, პრემიერ-მინისტრი და მინისტრი თავის დროს მინისტრი და რამოდენიმე სამინისტროს მინისტრი და პრემიერ-მინისტრი ღებულობს უკანონო შემოსავალს პირადი სარგებლის მიზნით, ეს არის ზუსტად კორუფცია. დიახ, ეს არის კორუფცია და კორუფცია არ არის მარტო ქრთამის აღება. თუ აქამდე არ იცოდეთ ხალბატონო ბელა, აცი იცოდეთ უბრალოდ რომ ეს ნიშნავს კორუფციას. ახლა მოხდება შემდეგნაირი ფორმით ალბათ ეს ყველაფერი, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ თუ ამათ რეალურად კორუფციასთან ბრძოლას რო გქონდეს საქმე და რეალური კორუფციული ბრძოლა რო არსებობდეს, მაშინ ასეთ შემთხვევაში ესეთი რაღაცა ხდება. როდესაც ხდება კორუმპირებული პირის აღიარება, დაკავება და დამტკიცება მასთვის ყველაფერი, მას უნდა ჩამოერთვას აბსოლუტურად ყველა ქონება, რომელი ქონებაც აქვს დაგროვილი უკანონო შემოსავლით
უნდა გაკეთეს ექსპროპრიაცია და გადაეცეს სახელმწიფოს. თვითონ უნდა დაისაჯოს და ჩაჯდეს ციხეში. რა თქმა უნდა, საქართველოში ეს არ მოხდება. იმიტომ რომ მსგავსი რაღაცა არ მომხდარა და არ მოხდება. ესა სისულელი. ამის ილუზიას ქმნიდნენ ნაცები, ვითომ ებრძოდნენ კორუფციას და ართმევდნენ ხალხს წაღმაუკუღმა ყველაფერ ქონებას და კორუფციის სახელით ახდენდნენ ადამიანების გატყავებას, ესენი მაგასაც არ აკეთებენ, ამათმა იმ ნაცებს ყველაფერი შეარჩინეს და დამსახურებულ პენსიაში გაუშვეს. ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილს არ ამგონი არავინ არ დაიჭერს. ახლა იმიტომ რომ ერთი მარტივი მიზეზის გამო ამ კორუფციულ საკითხებს, როდესაც გაყვება უშიშროება და გამოძიება, აუცილებლად ის აღმოაჩენს, რომ არა მარტო ირაკლი ღარიბაშვილი არის ამ ყველაფერში ჩარეული. ჩარეული არის კახი კალაძე, ამ ყველაფერში ჩარეული იქნება ვოლსკი, ამ ყველაფერში იქნება ჩარეული სხვა უამრავი მამალი ქოცები. როდესაც ეს მამალი ქოცები იქნებიან ჩარეული ამ ყველაფერში, აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ღარიბაშვილი აგებს პასუხს და დანარჩენი არ აგებს პასუხს. იმიტომ დანარჩენი შანტაჟის ამბავი არის, რომ თუ ჩვენ მხარეს არ იქნებით და ყოველთვის ესენი იქნებიან გასწრული, გათახსირებული ხალხი, როცა უნდა, რასაც უნდა, იმას გააკეთებიებენ. თავარია თქვენ ლოცვა არ შეწყვიტოთ. ვინც ახლა ეჭვმიტანილები ხართ. ვისაც ახლა რაღაცა პატარა პრობლემები გაგაჩნიათ, მე გეტყვით ერთ რაღაცას. თქვენი ყველაზე ესეთი გამოსავალი არის დილა შვადღეზე საღამოს ეს ისედაც უნდა გეკეთებიათ და უნდა ილოცოთ ბიძინაზე. შვიდგზის ლოცვების მაგივრათაც უნდა გააძლიეროთ ლოცვა ბიძინაზე და Facebook-ი დაგჭირდებათ ამისთვის, TikTok-ი დაგჭირდებათ, Telegram-ი დაგჭირდებათ, ყველგან უნდა აქვთ ბიძინა. შენ ჭირიმე, შენ გენაცვალე არ უნდა ქონდეს და როგორც ყვარყვარეში არის სანთელს რო დაანთებენ ასე. ყვარყვარე შენ შეგვიწყალე. ასე დაიკევოთ სანთლები და მიდით და იძახოთ ბიძინა შენ შეგვიწყალე. აი ესა მონის ცხოვრება არის ყოველთვის ასეთი. როდესაც იქნები ბიძინას პინგვინი, უკეთეს არ იმსახურებ. უკეთეს ცხოვრება არ გეკუთვნის, თამუყარეობა არ გაგაჩნია, ზდილობა არ გაგაჩნია, ზნეობა არ გაგაჩნია, რომ გაჭირვებულ, გაღატაკებულ ქვეყანას ამ გაჭირვებულ დროში კიდე რაღაცა არ მოპარო. შენთვის არ ჩაიდო ჯიბეში. ხო. ცოცხალია კი არა, თეთრი და შავი კი არა, კოკაინი თუ გერაინი ემაზია, რა ქვია. ერთი მაგის სამედიცინო ტესტი ამოიღონ, მარტო რამდენი რჯულის ნარკოტიკი აქვს გაკეთებული ბოლო ერთი კვირის მანძილზე ის ნახონ ერთის. რა მოკლავს ვოლსკის ჯერ იყო კომუნისტების ტრაქში იყო, შემძვრალი მერე შევარდნაძის ტრაქში იყო, შემძვრალი მერე სააკაშვილის ტრაქში იყო, შემძვრალი ახლა ივანიშვილის ტრაქშია, შემძვრალი და ახლა მომავალში იძრომიალებს, იმიტომ რომ იქაა მისი ადგილი. მის ამოვა ვოლსკის საფელი არ მოვა. ყველა დროში იქნება კარგად, ერთ გამსახურდიას დროში არ იყო კარგად და აჯანყდა მაშინ როგორც პროვინციული ფაშიზმის წინააღმდეგ და ქართული ნაციონალიზმის წინააღმდეგ აჯანყდა ეს პოლონური წარმოშობის ეს რა ქვია დაინდი. რა თქმა უნდა, ეგ ამოღებული თანხა როგორ იქნება, იცით? აი როგორც ხდება, რომ ესა ნაკურდალი პატრონს დაუბრუნდა. ხო არის ასეთი მცდელობა ხო არსებობს, რომ ნაკურდალი პატრონს დაუბრუნდა. აი ისე არის ამ შემთხვევაში, იცით, რომ ამათ ქოცებს საერთოდ როგორც გაბაზრდა, თავის დროზე ნაცებსაც ჰქონდათ ესეთი რაღაცა, ამათ მემკვიდრეობით დარჩათ ეს ყველაფერი და არსად არ წაუღიათ ეგ ტრადიცია. არსებობდა ჩვეულებრივი ფონდები, დაფარული ფონდები, სადაც ირიცხებოდა ბიზნესმენებიდან, ასე წართმეული ხალხის ფულები და მე ამ ფულებს აჯდებოდა კეზერა, მიშას დედა, ეს თარგამაძე, ოკერია და ესენი, ხო, არსებობდა ეს არაოფიციალური ბიუჯეტი, ანუ ოფშიაკი რა, ჩვეულებრივი კრიმინალური ოფშიაკი. ხო არ არსებობს, არც ერთი გაერთიანება, რომ არ ქონდეთ ოფშიაკი. არა იდეოლოგიური თუ სახელმწიფოებრივი თუ პარტიული ოფშიაკი არ არსებობს. და ესენი ხო დანაშაულებრივი სინდიკატია. რო კითხო სახელმწიფო ბიუჯეტი არსებობს, რო კითხო არსებობს ესა რა ქვია პარტიული ბიუჯეტი.
და ასევე არსებობს კლანური ბიუჯეტი. ეს შავი სალარო, რომელიც შავ სალაროშიც ყველა შეაქვს თავისი წილი. არ ვიცი მე ქალბატონო რას მეკითხებით, ბიძინა ნაცებს როდის დაიჭერს, ნაცებს არასდროს აღარ დაიჭერს. ბიძინა ივანიშვილი გამოაცხადა, რომ ნაცები გადიან დამსახურებულ პენსიაზე, ქალბატონო. თქვენ ეტყობა ჩამორჩით მოვლენებს და თქვენ ეტყობა არ გინახიათ ეს ყველაფერი, რომ ნაცმოძრაობა ბიძინა ივანიშვილმა გაუშვა დამსახურებულ პენსიაში. ხო არ ხართ ეთქობა საქმის კურსში ოფიციალურად კანონის დონეზე. უბრალოდ პოლიტიკაში არ ჩაერიოთ. ხო წავა მე იქ ნუ გეშინია შემოძმაო ფული ამოიღონ და გამოუჩნდება იმას პატრონი ახლა საწავა და ბიზნეს სალაროში წავა იქ ყველა. ხო დარჩება ასე გათახსირებული ასე რომ ვთქვათ უფულოდ დარჩენილი ღარიბა რომელსაც მე ეტყვიან აბა ეხლა დაურეკავენ და ეხლა გააკეთე პარტია სამშობლოს სიყვარულში ასე ჭირდება და მე რამდენი მეგობარი დარჩება იმას რა ქვია ღარიბას ვინც მანამდე ღარიბას ხატზე ლოცულობდა და ღარიბაშვილის ძმაკაცობით თავს იწონებდა აი მე გამოჩდება რა ნუ ვინ შევა რამდენი შევა იმ იმაში რა ქვია ღარიბაშვილის პარტიაში და ამით ბიძინა ივანიშვილი შექმნის ისევ და ისევ საშურ დემოკრატიას საქართველოში მის თანაგუნდელსაც და მის შვილივით გაზრდილს არ დაინდობს კორუფციის გამო ამას როგორ აკეთებს ამას როგორ ბედავდა ეს კაცი შვილივით გაზარდა და ფულს როგორ იპარავდა ბიძინასთან პატიოსანი კაცსა და სახელმწიფო ერთი კაპიკი ფული არ აქვს აღარ დაანახებს ყველას რომ კორუფციას ებრძვის ასევე შექმნის პოლიტიკურ ერთეულს და იტყვის რომ აი საქმე რაში არის იცით საქმე იმაში არის რომ ჩვენთან ასეთ ხალხსაც კი აქვს პარტიის შექმნის უფლება და აბა თუ ხალხი ენდობა აი უკვე გათახსირებულ სახელგატეხილ გაღარიბებულ ღარიბაშვილს და მაშინ დავინახავთ ერთი აბა რამდენი მომხრე ეყოლება ღარიბაშვილს და რამდენი ადამიანი დაუდგება გვერდში უფულო და თანამდებობ ღარიბაშვილს მაშინ შევხედავთ და გამოჩნდება ეს ყველაფერი სამწუხარო არის ეს ყველაფერი დღეს სხვა თემაზე მინდოდა საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი მიმდინარეობს თბილისში აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით ჩვენს რეგიონში არის ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილებების და მოვლენების დრო სადაც აი უკვე გუშინდელი მტრები და ერთმანეთს რო ესროდნენ დღეს უკვე ერთმანეთში ალაგებენ ურთიერთობას ხდება აგერ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამოაცხადა რომ მოხსნა აბსოლუტურად ყველანაირი ბარიერები სომხეთთან ვაჭრობისთვის და გზების აღდგენისთვის და ურთიერთობისთვის ასევე სომხეთმა განაცხადა რომ ზათა თავისი ინფრასტრუქტურა თავისი გზა დაუთმოს როგორც ნავთობსადენებისთვის, გაზსადენებისთვის, ელექტროკაბელებისთვის, ასევე გზებისთვის და ინფრასტრუქტურისთვის და სატრანზიტო გადაზიდვებისთვის თურქეთს და თურქეთ-აზერბაიჯანს შორის იყოს, ანუ გახდეს ტრანზიტული ქვეყანა. ხო და ჩვენ ამ პერიოდში ვზივართ ახლა და იმის მაგივრად რომ ქვეყნის ბედზე ვილაპარაკოთ და ვილაპარაკოთ თუ რეალურად რა ელოდება ჩვენ ქვეყანას, როგორი იქნება პერსპექტივა ერთადერთი იმ დარჩენილი ასე რომ ვთქვათ სიკეთისთვის, რომელსაც ტრანზიტი ქვია. აზერბაიჯანს ყველასთან ჩაკეტილი აქვს, ძმა, ყველასთან ჩაკეტილი აქვს. მხოლოდ და მხოლოდ საავიაციო ხიდით და გამონაკლისის შემთხვევაში შეიძლება საზღვრის ჩაკეტვა, თორე დანარჩენი მხოლოდ და მხოლოდ ტვირთებისთვის არის საზღვრები ღია. ასე რომ აზერბაიჯანი უკვე მეხუთე წელი არის, რაც ომის დაწყებიდან გამომდინარე საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების გამო არა მარტო საქართველოსთან არის ჩაკეტილი საზღვარი, ეს უბრალოდ უნდა ვაღიაროთ. ფაქტია
რითაც სხვათა შორის ყველაზე მეტად დაზარალდა ქართველები, განსაკუთრებით ის ქართველები, რომლებიც საინგილოში ცხოვრობენ. ჩვენი ინგილო ქართველები, რომლებიც ელემენტარულად მის ნათესავებთან ვერ გადადიან და ვერ გადმოდიან, აგერ ვერც ჭირზე, ვერც ხინზე ნახევარზე მეტი სტუდენტობა თბილისში სწავლობს და კაციშვილს არ უფიქრია იმაზე, რომ ვინმეს თუნდაც მოლაპარაკებები გაემართათ, რომ ელემენტარული ეს ამ ხალხის გადაადგილება მაინც გამხდარიყო საქართველოს შესაძლებელი, ასე რომ ეგ ცალკე საკითხია. აზერბაიჯანი ახლა გინდა ასე თქვი და გინდა ისე თქვი, შემდგარი სახელმწიფო არის, შემდგარ სახელმწიფოს ყავს შემდგარი პრეზიდენტი, რომელსაც აქვს თავისი ქვეყნის განვითარების გეგმა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება ვინმეს მოწონს, არ მოწონს, ეს ცალკე საკითხია, კაცო. მიმდინარეობს საკუთარი ქვეყნის ამ ფორმით განვითარება, ხო? ეს არის შედეგებით განისაზღვრება ყველაფერი, შედეგები. ქვეყანამ აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა მისი მმართველობის პერიოდში, ქვეყანამ გაზარდა ეკონომიკა, ქვეყანამ მოიმატა დემოგრაფია, ქვეყანამ შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელოვანი იმის რა ქვია სატრანზიტო ქვეყნის სტატუსი და ეხლა რა თქმა უნდა სომხეთიც თუ გაიხსნება და სომხეთიდან თურქეთთან და ნახჭევანთან შეძლებს დაკავშირებას, ეს უფრო აზერბაიჯანს გააძლიერებს, საქართველოს რა თქმა უნდა ამ რეალობაში დაასუსტებს. მოკლედ ამ საკითხზე მინდოდა საუბარი ძალიან ბევრი საკითხი არის, მაგრამ ახლა ერთი მეორის მიყოლებით არ ღირს. ჩვენ უნდა უყუროთ მხოლოდ და მხოლოდ აი ამათ მატრაკოეცობას, აი ამათ პინგვინობას და ჩვენს თვალწინ როგორ იცვლება გეოპოლიტიკური რეალობა, ჩვენს თვალწინ როგორ ხდება ჩვენი რეგიონის რადიკალურად გადაფორმატება, ამას როგორ უყურებს ევროკავშირი, ამაზეც მინდოდა საუბარი, ხვალ გაგესაუბრებით ამ საკითხებთან დაკავშირებით. მოდი ჯობია დავიცადოთ, იმიტომ რომ ევროპელების დამოკიდებულება და სიყვარული სომხებისთვის და არ ვიცი შემოძმაო აზია რა ვარ ვინაა და ერთი-ორჯერ ვიდეო ჩამიგდეს ჩემზე იძახო და თურმე იგი რა ქვიაო კგბ-ს აგენტიაო თუ სუსის აგენტიაო და რა ვიცი ხა ამას ჩემზე რო ადამიანი იტყვის მე სიმართლე გითხრა იგი გამოყლებულად მიმაჩნია და პირადულიდან არ ვლაპარაკობ, მაგრამ რასაც იმსახურებს ესეთი პასუხია. პარტია კი არა, რაც უნდა იგი შექმნას. გამომივლიან წამბალი ნარკომანები ახლა სამშობლოს იგი მოყვარულები. არც მაინტერესებს სიმართლე გითხრა. ეხლა უბრალოდ მე შემეხო პირადად და არ გამიცია პასუხი, რადგანაც მიხსენე, იმიტომ პასუხობ მაგ კითხვას, თუ არა, არ ზღირს ეგეთი ადამიანი პასუხის გასაცემად რა. ერთ დღეს რო ეს ბიუჯეტურობს და მეორე დღეს რომ მეორეს ბიუჯეტურობს. ხოდა აი ეს სერიოზული ცვლილებები ხდება ჩვენს რეგიონში და ჩვენ ამას უბრალოდ ძივართ და უყურებთ პირდაღებული და ჩვენი რკინიგზა წასული არის მინუსებში, ტვირთების გადაზიდვა იმ ყარსის რკინიგზაზე, იმაზე საქართველოს საერთოდ არ აქვს მაგის უფლება, აზერბაიჯანზეა გადაცემული და პორტები, აეროპორტები, ყველაფერი სხვებზეა გადაცემული და ის სატრანზიტო ფუნქცია, რაც ჰქონდა, ნელ-ნელა ახდენს დაკარგვას. საერთო ჯამში არ ვიტყვი იმას, რომ ეს არის ცუდი რეგიონში ომს და უბედურებას მშვიდობა ჯობია, უფრო აყვავებისკენ წავა, მაგრამ აი ასე იცის შიდა კლანურმა დაპირისპირებმა ვინ პოლიტიკიდან წასვლამდე არ იყო მოღალატეო, ვიზე მეკითხები და თუ არ ვიცი, თუ შეიძლება დამიზუსტე და გაგცემ პასუხს. და ჩვენ ასე იცის ერთმანეთის ჭამამ და ერთმანეთის საქართველოში მარტო ინტრიგებზე რო აქვს ყველაფერი აწყობილი და მარტო ფული რო აინტერესებდა, მარტო თანამდებობა და მარტო ჭორაობა, ვინვის რა შეუყო, ვინვის რა გამოუღო, ვინვისი საყვარელია, ვინვისი ცოლია, ვინვისი, რა ვიცი, მე ნათლია, მეჯვარია და ასე შემდეგ. და ქვეყანა აგერაა და მოდი ყველა ძლიერდება ჩვენ ირგვლივ, ყველა ახდენს რაღაცა თავისი ინტერესის მიღწევას, მათ შორის საქართველოს გარდა. ჩვენ ვიჯდეთ ეხლა და ვიძახოთ
ღარიბა რა ჯიგარი ხარ ვინ ქმნის შემოირაკ ვინ ქმნის მე საერთოდ პარტიების არ მჯერა და ვინ ქმნის ამ ეროვნულ პარტიას ვინ ქმნის ვინ არიან პიროვნებები ფიგურები ვინ არიან რა ბიოგრაფია გააჩნია ამ ხალხს საიდან მოდიან მე უკვე ავიღოთ რა გეგმა გააჩნიათ და მე კიდე ვინ ამფინანსებს ამ ემას რომელი ეროვნული პარტია თუ ჩემი ძმა ხარ ხალხი დამწარებულია ფულის შოვნაზე მარტო საქართველოში ის პატარა მუწუკები რო არიან ეხლა რო გამოჩნდნენ პოლიტიკაში იმათაც ერთი სურვილი აქვს პარტია შექმნა რომ რაღაცა ზღვარი გადალახონ და დაფინანსება მიიღონ არ ვერ უშველის საქართველოს პარტია ვერ გამოიყვანს მდგომარეობიდან სისტემა აქ ისე აწყობილი და იმიტომ ეს ხალხი ყველა სისტემის წევრები არიან ნერსი თუ უნებლიეთ და როდესაც სისტემას ეჯახები ეს ხალხი შენ წინააღმდეგ მოდის ისა დინების აღმა თუ ვინმე გადაწყვეტავს სურვას და თუ არა და უნდა იყო დინების შიგნით და ეს სისტემა ხალხის მტერია რეალურად ამ მტერი როა 35 წელიწადია ვერ გაიგო ქართველმა რომ ეს საქართველოს მტერია მოკლედ აი გაცრავად გადამივარდა ტელეფონი გაცრავად მოკლედ ჩემო კარგებო დაგემშვიდობებით ხვალ ვისაუბროთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და დღეს მხოლოდ და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ ერთ დროს ჯიგარი ღარიბა და ერთ დროს დიდი კაცი და პირველი კაცი ქალბატონო მე აქ ახლა იმას პოდიუმზე არა ვარ რომ ვიპრანჭებოდე რა ეს რა ქვია დარჩა აი ასე საერთოდ ღარიბაშვილს ვეტყოდი ერთ რაღაცას რაც არ უნდა სახელით ქუხდე ციდან ცამდე კაც არ უნდა ერჩოდე კაც არ უნდა ჭამდე როცა მოვა სიკვდილი დაეშვება ფარდა სხვასაც უნდა ეწყინოს შენი ცოლის გარდაო და აი ახლა ვნახავ ერთი რამდენი მეგობარი გეყოლება და რამდენი ძმაკაცი გეყოლება და რამდენ ვაშკაცთან ერთად შეებრძოლები შენ აღმზევებელს და შენ დამღზევებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ესა მაგაზე ვსაუბრობდი ბაია მაგაზე ვსაუბრობდი ზუსტად რომ არაფერი სატყო არ არის ეს არის ამ პიროვნების გათახსირება ბოლომდე და ამ გათახსირებული პოლიტიკოსისგან მე შექმნა რაღაცა აი იქეთ გახარია მოღალატია ღარიბაშვილი კიდე ესა და ესე რა ხო თვითონ იყოს უსაფრთხოდ ბატონი ბიძგვინე და ბიძგვინეს სისტემა ეგა შვიდობის ღამე მოგცეთ ხმელთან აგემშვიდობებით დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის